გუდაური, თოვლი, მოზღვავებული ენერგია, კარგი განწყობა, მუსიკა, ცოტა ალკოჰოლი, ბევრი ექსტრიმი და ადრენალინი. გადმოხდი და გაიყინე. ამ სლოგანი ზამთრის ყველაზე ექსტრემალურმა და გასართობმა შეჯიბრმა. სისწრაფის, ადრენალინისა და დაუვიწყარი შეგრძნებების მოყვარულები წელს უკვე მესამედ გააერთიანა. ჩვენ ვართ გუნდი მიშაი მედვე და ანუ სცენარი ესეთი ოსკარის სცენარი, სადაც დათვი და ლეონარდო დიკაპრიო ეჯიბრებიან ერთმანეთს ოსკარის მოპოვებაში და ამ დროს მე მიშა მესხი ვარ და სრულებით არ მაინტერესებს ჩვენთვის ძინავს. მე ვარ წითელკუდა და დედიკომ გამომატანა რედბულები რასა შეგიჭა გერს უნდა წართმევ მაგრამ ვერ მოგართვი ზღვის დონიდან 2196 მეტრის სიმაღლეზე სახალისო კოსტუმებში გამოწყობილმა მაქსიმუმ 3 კაცისგან დაკომპლექტებულმა 20 ჯგუფმა პირველობის მოპოვება და წლის ყველაზე გაბედული, შეუპოვარი და კრეატიული ექსტრემალის ტიტულის მოპოვება გადაწყვიტა. ძალიან კრეატიულები ვართ, ძალიან მოდულები ვართ და ძალიან ათლეტურები. როგორ შეიძლება პროსტო არ მოვიდოთ? და ძალიან შიშვლები. ვინ მოგვიგებს? ვინ ერთობა? კივრი უნდა ვიყავნოთ წყალქვეშ. თავარი ეგ არის. შიგნით დავს რაღაც. საყვირის ხმა გაისმა და პირველი სტარტზე 100 მეტრიანი ტრამპლინის დასაძლევად სამკაციანი ჯგუფის Space Jam Monsters დაიძრა. ხილამური, სნოუბორდის, ციგისა და სხვა სატრანსპორტო საშუალების დახმარებით ექსტრემალური პერფორმანსის ჩასატარებლად თითოეულ გუნდს 16 მეტრიანი გაყინული წყლიცავსი აუზში ჩახტომისთვისა და ჟიურის თავის მოსაწონებლად მხოლოდ 5 წუთი ეძლეოდათ. ნაკლებად მცივა ვიდრე წინა ჯერზე და დაშვებით არც ისე კმაყოფილი ვარ, რასაც ვფიქრობდი არ გამომივიდა ის, მაგრამ თავარია გავერთეთ ყველა ერთად. Red Bull Jump and Freeze Red Bull-ის საერთაშორისო პროექტია, რომელიც პირველად 2008 წელს ავსტრიაში ჩატარდა. საქართველოში გადმოხდი და გაიყინე 2012 და 2013 წელს განხორციელდა. რის შემდეგაც პროექტმა 2 წლიანი შესვენება აიღო და წელს საქართველოს ახალი შემართებით, ახალი კოსტუმებითა და საინტერესო პერსონაჟებით დაუფრინდა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ზამთრის სეზონი გუდაურში და მთელ ჩვენ ზამთრის კურორტებზე ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. ეხლა მარტის ბოლოა და ნახეთ როგორი ამინდია, როგორი ხალისია და მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს და ტურისტებს, რომლებიც ძალიან მრავლად არიან, ჩამოვიდნენ და ისწრიალონ გუდაურში. სპორტების განვითარების კომპანიას დაწესებული აქვს სპეციალური პრიზები ორი გამარჯვებული გუნდისთვის. ეს არის მომავალი წლის სეზონური აბონემენტი და მოკლედ რაც უფრო მეტი ესეთი მხიარული და გადასარევი ღონისძიება ჩატარდება გუდაურში, მით უფრო უკეთესი იქნება გელით ყველას ჯერ სეზონი არ დამთავრებული. კრეატიულობა და ნახტომის შესრულების ტექნიკა. ამ კრიტერიუმების მიხედვით კომპეტენტურმა ჟიურიმ თითოეულ გუნდს სხვადასხვა ქულა მიანიჭა. საბოლოოდ ყველაზე კრეატიული გუნდის ტიტული დაივერება მოიპოვეს. საუკეთესო ნახტომისთვის კი პირველი ადგილი კონკარმა დაიმსახურა. სამთო სათხილამურო კურორტი გუდაურში 2016 წლის სეზონი აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. ყველაზე თავზე ხელაღებული, შეუპოვარი, უშიშარი და გაყინული ექსტრემალები კი გუდაურსა და სახალისო სანახაობის მოყვარულებს ერთი წლით დაგვიმშვიდობდნენ.